სხვათა შორის მეორე ამბავიც არსებობს. ეს არა ისა? არა, ეხა დავუშვათ აბო უკვე დიდი კაცია. ეხა თვითონ არის ძღოლი. ესე უფრო მოუხდება. ერთი მოხუცი ბებო მოვიდა მორიდებით რომ ესაც ფული აღარ ქონდა და ავტობუსიდან უნდა ჩავიდეს. აბოს ხო ახსოვს თავისი ახალგაზრდობის ამბები. აიღო ამბებო ნუ იქ ახლა საუბარი არის ვაშლზე. იმ ბებომ ვაშლმა მოდი თქვენ რადგან გეგუთიდან ხართ კიტრზე ვთქვათ. აიღო ამბებომ ერთი დიდი კიტრი და ფული არ აქვს და მისცა ჩვენ საყვარელ აბოს. აბომ რა გააკეთა? ორი პატარა კიტრი დაუბრუნა. ხურდა. აი გარი თანაგრძნობა. რომ ადამიანს არ აგრძნობინა რომ რაღაცა შეიძლება შეეშალა. ან რა არის მან შეცდომა, ხო? ადამიანია, შეყარებულია, რა გასაკვირია რომ აღარ ქონოდა, შემოეხარჯა. მოდი ახლა რა ვქნათ, იცი? მოდი ვთქვათ სხვადასხვა ვარიანტები, როგორ შეიძლებოდა მძღოლი მოქცეულიყო. აი სხვა ვარიანტში. როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო ის მძღოლი, აბოდა თავისი სატრფორო როგორ? ისიც რეალურად მოხდა. ეგ რეალური ამბავია, რა თორე აჰა აბოს კითხეთ გზაში რო წახვიდე. მაგრამ სხვა ვარიანტი რა შეიძლებოდა ყოფილიყო? წარჩხუბებოდა. შეერწყინა. შეიძლება გონებოდა სულაც რომ ეს ბავშვები მემასხაროებიან. ღილი დამიდო მასხრად ამიგდეს, ხო მართალი? და გაბრაზებული იყო. რა საოცარი კაცი ყოფილა. არა და რეალური ამბავია მე. თანხურდას დაუბრუნა, აბა. შეიძლება, ხო, შეიძლება იმასაც აბოერქო. რა ერქვა იმას? ეს საოცარი ამბავია. ოღონ ცოტა დასაფიქრებელი. მოდი ერთად დავფიქრდეთ, კარგი? იაკობ გოგებაშვილი, აი თან ხო იქ იყავით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. გამოცანა, ჩვენ უნდა გამოვიცნოთ, ეხლა რაზეა ლაპარაკი. რას ნიშნავს? მე ვიცი საოცარი სახლი. შემკული ყოველი საოჯახო მოწყობილობით. შიგა ბრუნავს წისქვილი. შიგვი არის სამზარეულო. სადაც განუწყვეტლივ დღე და ღამე საჭმელი მზადდება. ეს სახლი სავსეა მრავალი შინაგანი სავლელებით. ამ სავლელებში მარდი მოსამსახურეები მიარბენინებენ საჭმელს ყოველ კუნჭულში. აი, მაიცა ჩავიდე ბოლომდე ჯერ ვერ გამოიცნობ. აი, ბოლოში რო გავალთ, მაშინაც ჭირს გამოცნობა, მაგრამ ანუ პატარა ხრელებიაო რაღაცები გასავლელები და იქო ეს ზარეულები მიარბენინებენ ყველა კუთხე კუნჭულში საჭმელს. ამ სახლში არის დაუღალავი ეკონომოსი. არც დღისითა და არც ღამით ძილი ერთ წამსაც არ მოუვა. განუწყვეტლივ გააქვს რაკარუკი და ერეკება მარდს მოსამსახურეებს აქეთ-იქით კუნჭულებში, სადაც კი საჭიროა საჭმელი, სასმელი და სითბო. ანუ ვიღაც არის, რომელიც გზავნის აქეთი შენი გწადი შენაც გზავნე. ამ სახლში არის ვეებერთელა დარბაზი, სადაც თავისუფლად შედის წმინდა ჰაერი. არის აგრეთვე ორი პატარა ფანჯარა სახურავებითა. ღამით ეს სახურავები იხურება, დღისით კი ღიაა. ამ სახლში ცხოვრობს უხილავი მანდილოსანი. იმისი ნახვა არავის შეუძლიან, მაგრამ მთელ სახლს კი იგი განაგებს და განაცხოველებს, ანუ მთელ სახლს იგი მართავს და აცოცხლებს. ამ მანდილოსნისათვის ირჯება ეკონომოსი. მისთვის
ცდილობენ მარდი მოსამსახურეები, ანუ ვისაც სხვადასხვა კუნძულში დააქვს საჭმელები, ისინიც ამ მანდილოსნისთვის შრომობენ. სწორედ ის იცქირება პატარა ნათელი ფანჯრებიდან. ასწევს და დასწევს სახურავებსა. მანდილოსანი რომ მიდის ამ სახლიდან, ყველაფერი დუმდება. ეკონომოსი რაკაროგს ფიცხლავს წყვეტავს, მოსამსახურეები ზედ გზაზეც შეშდებიან, ანუ სადაც არიან იქ ჩერდებიან, როცა მანდილოსანი მიდის. სახურავები ეფარება პატარა ფანჯრებსა და მთელი სახლი შეიქმნება ჩუმი, ცარიელი და ცივი. მაგრამ სად მიდის მანდილოსანი? და ეხა აქ ბოლო ორი წინადადებაა და ამას აღარ ვიტყვი. ეხა ჩვენ უნდა ვთქვათ ეს მე რო ეს წავიკითხე, აი მართლა აი თან გავუწდი და თან გამეხარდა. რას შეიძლება ნიშნავდეს? ეს სახლი, ეს მანდილოსანი, ეს ყველაფერი. აღონ თუ ვიტყვით რაღაცას, უნდა ვთქვათ ყველაფერი რა შეიძლება ნიშნავდეს. და მე აღმოვაჩინე. მანდილოსანი არის სული, რომელიც და დედა ფუტკარი რომ მიდის რა ხდება? კიდე რა ვარიანტები გვაქვს? ცოტა მანდილოსანი დავაბნია. აი ტკბილი გონებისთვის კარგია. მე ესე თვითონ ჩამოარიგებ. აღონ კამფეთს აქვს ესეთი თვისება. მაშინარი გემრიელი რომ ერთს რომ მიირთმევ და მეორე რომ გელოდება კიდევ. ამიტომ ერთ-ერთი არა იყოთ. ბოლოს ესე მთავრდება. მაგრამ სად მიდის მანდილოსანი? იქ საიდანაც მოსული იყო, ზეცას. ქვეყნად იგი მხოლოდ სტუმარია და ცხოვრობს დროებით სახლში, რომელიც მისი წასვლის შემდეგ მტრად იქცევა ხოლმე. ეხლა მივყვეთ თავიდან და რა საოცარი ამბავი ხდება. ანუ ეს სახლი არის ადამიანის სხეული. შიგ დღედაღამ საჭმელი მზადდება. სავსეა მრავალი შინაგანი სავლელებით, ეს არის სისხლძარღვები. ამ სავლელებში მარდი მოსამსახურეები მიარბენებენ საჭმელს ყოველ კუთხეს კუნძულში, ეს არის სისხლი. სისხლი სხეულში დაატარებენ იმას, რაც ადამიანს სჭირდება. ეხლა ტვინს თუ სისხლი არ მიეწოდება, მორჩა დამთავრდა. ამ სახლშივე არის დაუღალავი ეკონომოსი, ეს არის გული. რომელზეც ნათქვამი იყო, რომ ეს გზავნის, შენ იქ იწადი, შენ აქეთ გული თუ არ მოშაობს, სისხლი ხო ჩერდება. რომელსაც არც დღისით და არც ღამით ძილი არ მოვა, გული არ ისვენებს, გული არ ჩერდება, ხო მართალი? მერე კიდევ რა იყო? დარბაზი, რომელშიც სუფთა ჰაერი შედის, ეს ფილტვებია, ხო მართალი? ეს სახურავები, რომელიც ღამე იხურება, არის თვალები, ზოგჯერ დღეც იხურება, ზოგჯერ, პირობითად ხო, ღამეს ძინავს ადამიანს. უხილავი მანდილოსანი, ეს არის ადამიანის სული. სული. იმისი ნახვა არავის შეუძლია, მაგრამ მთელ სახლს ის განაგებს. იმ სახურავებსაც ის აღებს, ის ხურავს. სულია, რომელიც ადამიანის სხეულს მართავს, ხო მართალი? სულია, რომელიც იყურება ამ თვალებიდან. ჩვენ მგონია, რომ თვალი ხედავს, მაგრამ თვალი ხო გარდაცვლილ ადამიანსაც აქვს. და იმის თვალი ხო ვეღარ ხედავს. ყურიც ხო აქვს, ენაც აქვს, ცხვირიც, მაგრამ ვერ შეიყნოს აქვს. ის ხუთი საგრძნობელი, რაც ადამიანს აქვს, ის სულის თვისებებია. ამ მანდილოსნისათვის ისჯება ეკონომოსი, ანუ გულიც მისთვის ფეთქავს. და მანდილოსანი რომ მიდის სახლიდან, ყველაფერი დუმდება. ანუ გარდაიცვალა და სული და იმაზე იყო ნათქვამი, რომ ის მართავს და აცოცხლებს მთელ სახლს. ჩვენს სხეულს ის აცოცხლებს.
და ესე იგი, როდესაც მიდის, ეს გულიც ჩერდება და სისხლიც იქვე შეშტება, სადაც იყო ხო მართალი, ჩერდება სისხლიც. და სად მიდის მანდილოსანი? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მანდილოსანი წავიდეს ზეცაში. და ის ნათქვამია, რომ დროებით იყო მხოლოდ, ნახე დროებითია ის სხეულიც. დროებით ცხოვრობს აქ. რომელიც წასვლის შემდეგ მტრად იქცევა. ღმერთმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და ისევ მიწად იქცევა. და სულია იქ მნიშვნელოვანი. და ზოგჯერ ესე იგი და ხშირად ადამიანი ხორციელზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე სულიერზე. და ის ძირითადად ეგრეა. იშვიათად თუ ვიღაცა პირველ ადგილზე სულს აყენებს. არა და თავარი სული. ახლა ჩვენ ხო ვთქვით, რომ ხორცი კვდება, მაშინ როცა სული ამოდის იქიდან. და სული როდის კვდება? სულს რა აცოცხლებს? აი, როდის შეიძლება სული მოკვდეს? სული მაშინ კვდება, როდესაც სულს განეშორება ღვთის მადლი. ღვთის მადლი ადამიანს განეშორება მაშინ, როდესაც ვცოდავს და არ ნანობს. ჩვენ ყველანი ვცოდავთ. უცოდველი არავინ არ ვართ, მაგრამ როდესაც ვცოდავს და არ ნანობს, აი მაშინ განეშორება მადლი და ჩვენი სული კვდება. სახარებაში არის ნათქვამი, რომ ესე იგი უფალს რო ეუბნევიან გამოგყვებითო, ოღონდო წავალო ჯერ ჩემს მიცვალებულს დავმარხავ, უფალი ეუბნება, მკვდრებმა დამარხონო თავისი მკვდარი. ახლა მკვდარი მკვდარს როგორ დამარხავს? მაგრამ სულიერად მკვდარმა, ანუ ვინც სულიერად მკვდარი ვინ არის? ვინც მარტო ჭამს, სვამს, ერთობას, ძინავს. მეტი არაფერი. ვინც ცოდვას არ ნანობს, ვინც ღვთისმცნებისაებრ არ ცხოვრობს, ის მკვდარია სულიერად. ხორციელად შეიძლება ყველაზე ცოცხალი ის იყოს, მაგრამ სულიერად ის მკვდარი იყოს. და ეხლა წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც ამ სულმა უნდა სხეული დატოვოს. სხეულიც მკვდარია და სულიც მკვდარია. და მანდილოსანი ამ დროს ზეცაში წავა? ზეცაში ვერ წავა. ამიტომაც უნდა ნანობდეს ადამიანი თავის ცოდვას, რომ მანდილოსანი ზეცაში წავიდეს. აი ხა მაგალითად აი კატკატა ხელები რო გაქვს. ბოლოს როდის დაიბანა ერთი თვის წინ? აბა? აი ნიკომ ერთი თვის წინ დაიბანა. ნახე რას უგავს ხელი. მართლა რომ ერთი თვის წინ დაგვებანა, რა დღეში გვექნებოდა? ერთი წლის წინ და ზოგს რომ საერთოდ არ დაუბანია. სხვათა შორის ერთხელ წავიკითხე ერთი დედოფალი იყო, რომელიღაცა ქვეყნის ცხოვრებაში ორჯერ ქონდა, ორჯერ იყო ნაბანავები საერთოდ და ის ამით ამაყობდა. და ეხლა რატო ვამბობ ამას? როგორც ხელებს იბანა, სულს სჭირდება აღსარება და ზოგს აღსარება საერთოდ არ აქვს ნათქვამი. გარეგნულად შეიძლება ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ მისი სული ლპება. მისი სული ყარს. ამაშია საქმე. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა თქვას კაცმა აღსარება, რომ შეინანოს ცოდვა. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჩვენ თუ ვიტყვითო, რომ ცოდვა არა გვაქვს, ჩვენს თავს ვატყუებთ და ღმერთსაც მატყუარად გამოვიყვანთ, იმიტომ რომ ის გვეუბნება, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. მაგრამ ჩვენ თუ აღიარებთ ჩვენ ცოდვას, ჩვენ წამს რომ ღმერთი მოგვიტევებს. და მანდილოსანი წავა ზეცაში. მაშინ აი მაგალითად ახლა უყურეთ წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს. აი აქ ხო არის ირემი გამოსახული. ხო ირემი. ეს რო ტალახში ჩააგდო.
ხო ვეღარ დაინახავ აქ რა არის გამოსახული და როდის გამოჩნდება რა არის გამოსახული როცა გაწმენდავ გაარეცხავ გაასუფთავებ წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს ეს დიდი მღვდელმთავარი იყო მე-4 საუკუნეში ის ამბობს რომ ჩვენო ადამიანებიო ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავართო და როგორც აქ არის ირემი გამოსახული ჩვენზე თითოეულზე გამოსახულია ქრისტე რაც უფრო ადამიანი განიწმენს თავის თავს მით უფრო მასში ქრისტეს თვისებები გამოჩნდება რაც უფრო ხშირად აღსარებას ამბობს ეზიარება ქრისტეს თვისებები გამოჩნდება თამდაბლობა სიყვარული მოთმინება და ასე შემდეგ მიმტევებლობა და ასე შემდეგ ეს გამოჩნდება თითოეულ ადამიანში ქრისტე აღბეჭდილი მაგრამ თუ ნანობს ესე იგი ესეც იწმინდება თუ არ ნანობს მაშინ არ იწმინდება ზარო მეგისურვებთ რომ თავის დროზე როდესაც თქვენი მანდილოსნები დატოვებენ და ჩვენი ყველასი და აქ არავინ არ დარჩება მუდამ დატოვებენ იმ სახლს პატარა ფანჯრები რო დაიხურება ყველაფერი თავის ადგილზე გაშეშდება გაიყინება ის მანდილოსანი ზეცაში სუბუქად წასულიყოს ეგ არის ყველაზე მთავარი თუნდაც თქვენი აქ მოსვლის და ჩვენი შეხვედრის მიზანი თუ ეს არ არის მაშინ თქვენ ტყუილა იღლებით და მეც ეს არის მიზანი ეს არის საბოლოო ჯამში ჩვენი ყველას მიზანი